საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება გრძელდება თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში სცენისა და დეკორაციების მონტაჟი მიმდინარეობს. 26 მაისს სწორედ აქ დადებენ სამხედრო ფიცს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა წვევამდელები ფიცს დადებენ ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ისტორიულ ადგილას. სხვადასხვა ღონისძიებით იქნება დატვირთული ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, სადაც დაგეგმილია საბავშვო და სპორტული აქტივობები. ასევე გამოფენა გაყიდვები. დღის ბოლოს კი 26 მაისისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება. სამზადისი თბილისსა და რეგიონებში ცარო კირვალიძის რეპორტაჟი. 26 მაისისთვის სამზადისი თბილისსა და რეგიონებში უკვე დასასრულს უახლოვდება. დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განსაკუთრებული მომენტი კი კვლავ ფიცის დადების ცერემონია იქნება, რომელიც ქვეყნის 12 ქალაქში ერთდროულად გაიმართება. 26 მაისს რეკრუტები საქართველოს 12 ისტორიული ადგილიდან დადებენ სამხედრო ფიცს. წმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. ეს იქნება წლევანდელი 26 მაისის ღონისძიების მთავარი სლოგანი და კონცეფცია. იდეა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს უკავშირდება. სწორედ ამიტომ წელს რეგიონებში ფიცის დადების ცერემონია უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან გაიმართება. თბილისში საზეიმო ღონისძიებები თავისუფლებისა და ორბელიანის მოედნებზე და ალექსანდრეს ბაღში გაიმართება. გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოეწყობა სივრცეები. თბილისი კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს უმასპინძლებს. დღის განმავლობაში არაერთი თემატური ინსტალაცია იქნება წარმოდგენილი ორბელიანის მოედანზე. თბილისის მერია ასევე ჩართული არის გალა კონცერტის ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში და 20 საათზე სწორედ აქ ორბელიანის მოედანზე გაიმართება გალა კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი პროექცია. თბილისის პარალელურად საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით კიდევ 20 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. 26 მაისისადმი მიძღვნილ მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებებს ფოთიც შეუერთდება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტირების სააგენტო და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მოქალაქეებს მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ პროგრამას შესთავაზებს. საზეიმო ღონისძიებები ამბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისა და მოზარდებისთვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ჩატარდება. მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. ღონისძიებები მოიცავს როგორც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვას, ასევე რა თქმა უნდა სხვადასხვა სივრცეებს, რომელიც არის როგორც საბავშვო, ასევე სპორტული და ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება რა თქმა უნდა ეს სივრცეები ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ღონისძიებების დაიწყება 6-ის 10 წუთზე, შესრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ჰიმნი, რომელსაც შეასრულებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრთან არსებული სიმფონიური ორკესტრი. წარმოდგენილი გვექნება სამეგრელოს უნიკალური, ულამაზესი დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კუთხე-შემეცნებითი გასართობი აქტივობები, როგორც მოზარდებისთვის, რასაკვირველია დიდებისთვის, ასევე დაათვალიერებთ ვირტუალურად და იმოგზაურებთ საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე. გორში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავდაცვის სამინისტროსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს აღჭურვილობა იქნება წარმოდგენილი. რუსთავში კი საზეიმო ღონისძიებებს თავდაცვასთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტრო უმასპინძლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში, ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლებს. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 12 საათზე დაიწყება. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაათვალიერონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემაზე მიძღვნილი ისტორიული ინსტალაციები. ასევე წარმოდგენილი იქნება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი ბავშვებზე და მოზარდებზე იქნება გადატანილი. მათთვის დაგეგმილია მრავალი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. 11 საათიდან რუსთავის მთავარ მოედანზე უკვე შეეძლებათ სურველებს მოსვლა. წარმოდგენილი იქნება შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და დილის 11 საათიდან დაიწყება მოედანზე აქტივობები. რუსთაველებს შეუძლიათ ამ დღეს ნახონ ადგილობრივი ქორეოგრაფიული სტუდიების კონცერტები დღის განმავლობაში, იქნება ბავშვთა გასართობი და შემეცნებითი კუთხეები, მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია, ხოლო საღამოს დღეს დაასრულებს გალა კონცერტი.
ისტორიული თარიღის კულმინაცია ტრადიციულად 17 საათსა და 10 წუთზე დადგება, როდესაც 108 წლის წინ ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ ამ დროს საქართველოს 21 ქალაქში ერთდროულად საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყველა რეგიონში საზეიმო გალა კონცერტით დასრულდება.